კატასტროფული მეწყერები რუსეთში. მეტრიანი ნამქერების სიტყვით საუდის არაბეთში. უპრეცედენტო სუპერთაიფუნის სინლაკურს წყნარ ოკეანეში. დამანგრეველი შტორმების ტალღა შეერთებულ შტატებში. ამ გამოშვებაში ნახავთ გასული კვირის ყველაზე ანომალიურ კლიმატურ მოვლენებს და ასევე გაიგებთ, თუ რა ხდება გადარჩენის მთავარი ფაქტორი მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დახმარების ჩვეულის სცენარები მუშაობას წყვეტს. საუდის არაბეთი. 13 აპრილიდან საუდის არაბეთს თავს დაატყდა ძლიერი წვიმები, ჯექა ქუხილი და ექსტრემალური სიტყვა. დედაქალაქ რიადში კოკის პირველმა წვიმებმა რამდენიმე წუთში გამოიწვია წყლის მძლავრი ნაკადები, რომლებიც სიტყვას შეერია და ყინულის მდინარეებად იქცა. ცალკეულ უდაბნო რაიონებში სიტყვის საფარის სიმაღლე 1 მეტრს გადააჭარბა. უპრეცედენტო დიდმა ყინულის ლოდებმა პირუტყვის დიდი რაოდენობით დაღუპვა გამოიწვია, რამაც მეცხოველეებს სერიოზული ზიანი მიაყენა. სტიქიასთან ახლდა შკვალური ქარი, რომლის სიჩქარეც დაახლოებით 60 კმ/სთ შეადგენდა, რამაც გამოიწვია ხილვადობის მკვეთრი გაუარესება და ტრანსპორტის მოძრაობის სერიოზული შეფერხებები. ჰაერში ატყორცნილმა ქვიშის მასებმა ქალაქს საკაკას თავზეც ამ მკვეთრ ნარინჯისფერად შეღება. ელტყასიმის რაიონში კი ქარის ძლიერმა ნაკადებმა რამდენიმე მძიმეწონიანი ავტომობილი გადააბრუნა. ვიეტნამი. 16 აპრილიდან ვიეტნამის ჩრდილოეთ პროვინციებს თავს დაატყდა ძლიერი შტორმი ჯექა ქუხილით, შკვალური ქარითა და სეტყვით. 17 აპრილს თაინგუენის პროვინციაში ხის წაქცევის შედეგად ქალი დაიღუპა. განსაკუთრებით დაზარალდა ლაოკაის პროვინცია, სადაც ბაქხას კომუნაში ექსტრემალური სიტყვა მოვიდა. ყინულის ლოდები, რომელთა ზომა 7 სანტიმეტრს აღწევდა, რუგრუხუნით ხრებდა სახლის სახურავებს, ამსხვრევდა ფანჯრებს და აზიანებდა ავტომობილებს. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ეს სიტყვა უფრო ხანგრძლივი, ინტენსიური და დამანგრეველი იყო იმაზე, რაც მათ ადრე უნახავთ. ძლიერმა შკვალურმა ქარმა 1000-ზე მეტ შენობას გადახადა სახურავი. ერთ-ერთი სახლის ჩამონგრევისას 4 ადამიანი დაშავდა. სტიქიამ გაანადგურა 200-ზე მეტი ჰექტარი ნათესი და დაახლოებით 370 ჰექტარი ხილის ბაღი, განსაკუთრებით ქლიავისა და მსხლის პლანტაციები. ნაყოფი რამდენიმე წუთში ჩამოიყარა და მიწაზე ეყარა. ადგილობრივი მცხოვრებლები ფაქტობრივად მოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც მათთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. შტორმის შედეგად ასევე დაიღუპა 500-მდე ფრინველი. მალაიზია. 19 აპრილის ღამეს საბაჰის შტატში, კუნძულ ბორნეოზე მდებარე სანაპირო წყლის დასახლებაში, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ქარისა და ხიმინჯებზე მდგარი ხის სახლების მჭიდრო განლაგების გამო, ცეცხლის სოფელში სწრაფად გავრცელდა. ალმა რამდენიმე წუთში მოიცვა შენობების მთელი რიგები. ვითარება გაართულა მიქცევამ, რის გამოც მეხანძრეებმა ვერ შეძლეს წყლის ღია წყაროსთან მიდგომა, ხოლო ვიწრო მისასვლელმა გზებმა ტექნიკის გადაადგილება შეაფერხა. მიუხედავად ამისა, 2.5 საათის შემდეგ ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევა მოხერხდა. რაიონული პოლიციის მონაცემებით დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო ქონების გადარჩენის ან სხვების დახმარების მცდელობისას. ამ დასახლებაში, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი თემი ცხოვრობს, ხანძარმა სახლების 80%-ზე მეტი გაანადგურა. 9000-ზე მეტი მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა. ხელისუფლებამ 3 საევაკუაციო ცენტრი გახსნა, ხოლო რაიონის სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ტაიფუნის სინლაკო. სუპერთაიფუნის სინლაკო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ამავდროულად ანომალიური ტროპიკული ციკლონი გახდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. იგი მიკრონეზიის წყლებში ჩამოყალიბდა როგორც ჯექა ქუხილის ჩვეულებრივი გროვა, თუმცა შემდგომ სისტემამ სრულიად არატიპური სიჩქარით დაიწყო განვითარება. სულ რაღაც 72 საათის განმავლობაში მან განლოგზა ტროპიკული დეპრესიიდან მეხუთე კატეგორიის სუპერთაიფუნამდე, რომლის ქარის სიჩქარე 280 კმ/სთ-ში აღემატებოდა. გარკვეულ მომენტში გაძლიერებამ დღე-ღამეში დაახლოებით 120 კმ/სთ-ში შეადგინა. ეს არის ექსტრემალურად სწრაფი ინტენსიფიკაციის დონე, რომელიც დაკვირვების ზედას ვართან ახლოსაა. ასეთი გაძლიერების საკვანძო ფაქტორი ოკეანის ანომალიურად თბილი წყლები გახდა.
კუნძულ გუამის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, სადაც სისტემა ძალებს იკრებდა, ზედაპირის ტემპერატურა 30-32 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, რაც საგრძნობლად მაღალია კლიმატურ ნორმაზე, განსაკუთრებით აპრილისთვის. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ტაიფუნების სეზონის პიკი, როგორც წესი, ივნისზე მოდის და აპრილისთვის ისეთი სიმძლავრის ტროპიკული ციკლონი, როგორიცაა სინლაკო, უიშვიათესი მოვლენაა. თანამგზავრულმა დაკვირვებებმა ასევე დააფიქსირა ტაიფუნის უკიდურესად იშვიათი ვერტიკალური სტრუქტურა. ღრუბლების მწვერვალების ტემპერატურამ ცენტრალური კონვექციის ზონაში დაახლოე -95.7 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა. ეს პრაქტიკულად ტროპოპაუზის დონეა, ტროპოსფეროს ზედა ზღვარი. ეს ნიშნავს, რომ შტორმის შიგნით აღმავალი ნაკადები იმდენად მძლავრი იყო, რომ ტროპოსფეროს ზედა ფენებს არღვევდა. ასეთი სტრუქტურა მიუთითებს სისტემის უკიდურესად მაღალ ენერგოეფექტურობაზე, სადაც ოკეანის ფარული სითბო მაქსიმალურად სწრაფად გარდაიქმნება ბრუნვის კინეტიკურ ენერგიად. გარდა ამისა, სინლაკოს თავისებურება გახდა მისი მასშტაბი და ნელი მოძრაობა. შეერთებული შტატების ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით გუამში, ტაიფუნის ძალის მქონე ქარების ზონა ცენტრიდან დაახლოებით 453 კილომეტრზე ვრცელდებოდა. ტერიტორიები, რომელთა თავზეც სინლაკო პრაქტიკულად გაჩერებული იყო, ზედიზედ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ დამანგრეველი ქარისა და ძლიერი ნალექის ზემოქმედების ქვეშ, რამაც მრავალჯერ გაზარდა მიყენებული ზარალი. ტაიფუნმა დატოვა განადგურებული სახლები, დაზიანებული გზები და საპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე გამოიწვია კრიტიკული შეფერხებები ენერგო და წყალმომარაგებაში. ჩუუკის შტატის ცალკეულ რაიონებში მწყობრიდან გამოვიდა გამონაწილებელი ელექტროქსელების 75%-მდე. სატელეფონო კავშირი, მათ შორის საგანგებო სამსახურებთან, პრაქტიკულად არ არსებობდა, რამაც საგრძნობლად გაართულა რეაგირება და მოქმედებების კოორდინაცია. სტიქიამ სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამასთან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს იზოლირებული რაიონებიდან ინფორმაციის მიღების შესაბამისად. ამ მონსტრის ძირითადი დარტყმა ჩრდილოეთ მარიანოს კუნძულებზე, მათ შორის საიპანსა და ტინიანზე მოდიოდა. თვალის კედელმა პირდაპირ ამ ტერიტორიებზე გადაიარა, სადაც ფიქსირდებოდა მდგრადი ქარი დაახლოებით 233 კმ/სთ, ხოლო შკვალური ნაკადები 282 კმ/სთ აღწევდა, რაც საფირ-სიმფსონის შკალით მეოთხე კატეგორიას შეესაბამება. ქარის გარდა კრიტიკული როლი ითამაშა შტორმულმა მოქცევამ, ცალკეულ მონაკვეთებზე ტალღების სიმაღლე 9 მეტრს აღწევდა, რამაც სანაპირო ზოლის მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი საევაკუაციო ცენტრებში აღმოჩნდა, ხოლო ასობით ტურისტი გაუქმებული რეისების გამო ბლოკირებული დარჩა. კუნძული საიპანი, რომელიც ცნობილია თავისი კურორტებითა და დაივინგით, ფაქტობრივად პარალიზებული აღმოჩნდა. ტაიფუნის დროს უგზო-უყრო დაიკარგა 6 ადამიანი, რომლებიც დაზიანებულ გემზე იმყოფებოდნენ, მათთან კავშირით 16 აპრილს გაწყდა. მათ სამძებრო სამუშაოებს შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა აწარმოებდა. 4 დღის შემდეგ ისინი კვლავ არ იყვნენ ნაპოვნი. ამერიკის შეერთებული შტატები. გასულ კვირას შეერთებული შტატების ცენტრალურმა ნაწილმა შტორმების სერია გადაიტანა. 17 აპრილს სისტემამ პიკს მიაღწია და ტორნადოების მძლავრი აფეთქება გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 70-ზე მეტი შემთხვევა, რომელთა ნაწილი შეფასებების მიხედვით IF3 კატეგორიას აღწევდა. პირველი დარტყმა მინესოტას შტატის რაიონებმა მიიღეს, სადაც ქალაქ როჩესტერის შემოგარენში გრიგალმა საცხოვრებელ კვარტლებში გაიარა, დააზიანა შენობები და გადახადა სახურავები. ქალაქ მარიონში დაზიანდა 30-მდე სახლი, მთელი კვარტლები ნანგრევებით, წაქცეული ხეებითა და კონსტრუქციების ფრაგმენტებით გაივსო. ვისკონსინის შტატის პატარა ქალაქ რინგლში ტორნადომ დაახლოებით 75 სახლი დააზიანა, ზოგიერთი ადამიანის სარდაფებში აღმოჩნდა ბლოკირებული და მაშველების დახმარება დასჭირდათ. ხოლო წინა დღეს, 15 აპრილს, ქალაქ უოკეშოში შტორმის დროს მამაკაცი მეხის დარტყმის შედეგად დაიღუპა. მძიმე შედეგები დაფიქსირდა ილინოისისა და მისურის შტატებში. სტიქიის დარტყმა როგორც საცხოვრებელ განაშენიანებაზე, ისე საქალაქო ინფრასტრუქტურაზე აისახა. სერიოზული ზიანი მიადგა სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შუქის გარეშე დარჩა. ტორნადოსთან ერთად რეგიონს თავს დაატყდა მსხვილი სიტყვა. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ასობით შემთხვევა, მათ შორის 7 სანტიმეტრზე მეტი ზომის სიტყვის მარცვლებით. ყინულის ლოდებმა დაამსხვრია ავტომობილები, შენობების ფანჯრები და სახურავები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ტორნადოს შედეგები. უდიდესი ზიანი გამოიწვია წყალდიდობებმა.
დიდი ტბების რაიონში, განსაკუთრებით მიჩიგანსა და ვისკონსინში ხანგრძლივმა კოკის პირულმაცვიმებმა, ნიადაგის ზედმეტი ტენიანობისა და თოვლის აქტიური დნობის ფონზე მასშტაბური დატბორვები გამოიწვია. მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და რიგ ადგილებში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. მდინარე მასკეგონში წყლის დონემ ისტორიულ მაჩვენებლებს გადააჭარბა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია კროტონის კაშხლის ქვემოთ მდებარე ჭალის რაიონებიდან. დამბები კრიტიკული დათვრისთვის ქვეშ აღმოჩნდა, ზოგან წყალი დამცავ ნაგებობების ზემოდან გადადიოდა, ხოლო ზოგიერთი მიწაყრილი დამბის გარღვევამ საცხოვრებელი რაიონების დატბორვა და ასობით მცხოვრების დაზარალება გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ წყალდიდობას უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, ამ მხარეში მტკიცე ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა მომხდარის მასშტაბებმა მათ შესაძლებლობებს გადააჭარბა. რუსეთი რეკორდული ნალექებისა და წყალდიდობების შემდეგ დაღესტანს ახალი უბედურება, მეწყერები დაატყდა თავს. მთის ფერდობებზე ტენით გადაჯერებული ნიადაგი დაიძრა, ნელ-ნელა ქვემოთ დაცურდა და თან გაიყოლა გზები, საკომუნიკაციო ხაზები და შენობები. ლევაშის რაიონში რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მეწყერი ჩამოწვა. მდინარე ნახერში ტონობით მიწა ჩაიყარა, რამაც კალაპოტი გადაკეტა და მახლობლად მდებარე დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხე შექმნა. დახადაევის რაიონში სოფელ ურკარახის მცხოვრებლები რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუ როგორ ანადგურებდა სტიქია იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში აგროვებდნენ, აშენებდნენ და ქმნიდნენ. შენობები, რომლებიც მათ საუკუნო ეგონათ, უბრალოდ ბანკოს სახლებივით დაიშალა. 28 სახლი სრულად განადგურდა, კიდევ 100-მდე კი ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ რჩება. საშიში ზონიდან ევაკუირებული იქნა 200-მდე ადამიანი. მიწა სიტყვასიტყვით ქრება ფეხების ქვეშ, ლოკალური სეისმოსადგური უწყვეტად აფიქსირებს ნიადაგის მოძრაობას 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე. ურკარახში ასევე დაზიანდა წყალსადენი, ხოლო მცხოვრებლების მომარაგებისთვის წყალმზიდი მანქანები გამოიყენეს. დახადაევის რაიონში მნიშვნელოვნად დაზიანდა რესპუბლიკური და შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზები, ასევე ქვის ხიდი. აპრილში დაღესტნის მთიან რაიონებში დიდი თოვლი მოვიდა. ზოგან ნამქერების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა. ადამიანები კვირების განმავლობაში კავშირის გარეშე და გარე სამყაროსგან იზოლირებულნი რჩებოდნენ. ლაკისა და კულინსკის რაიონებში თოვლის სიმძიმისგან სახლები ინგრეოდა. ჰუმანიტარული დახმარება აქ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავიაციას ჩამოჰქონდა. ზვავებმა, რომლებიც უფრო წყალვარდნილებს ჰგავდა და ნაშალებმა გარე სამყაროს მოწყვეტა გამოიწვიათ ლიარატის რაიონის სოფლებში. მეტეოსადგური სულაკ მაღალმთიანი რეკორდულმა ნალექებმა დაფარა. თოვლის ტყვეობიდან თანამშრომლის ევაკუაცია ვერტმფრენით გახდა საჭირო. 13 აპრილს წუნტის რაიონში რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის შემდეგ ზვავი ჩამოწვა. ნანგრევების ქვეშ მოხვა სოფელ შაიტლის ნაწილი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სამაშველო ოპერაცია საგრძნობლად გაართულა არახელსაყრელმა ამინდმა და პრობლემებმა კავშირგაბმულობასა და ელექტრომომარაგებაში. ხალხის ნაწილის გადარჩენა თავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეძლეს, ისინი ხელით წმენდნენ თოვლს და ნანგრევებს, რათა დაზარალებულები ამოეყვანათ. თოვლის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ დედა და 7 წლის ვაჟი, რომლებმაც იქ 8 საათი გაატარეს. ისინი ცოცხლები ამოიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმების გამო ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუ დავაკვირდებით თანამედროვე კლიმატური კატასტროფების განვითარებას, აშკარა ხდება, პრაქტიკულად ყოველთვის ადამიანის სტიქიასთან პირისპირ მარტო რჩება. ეს მოვლენები მეტისმეტად მოულოდნელად ხდება, ისინი ელვისებურად ვითარდება და პირველ წუთებში, ზოგჯერ კი საათებშიც სამაშველო სამსახურები ფიზიკურად ვერ ასწრებენ დახმარების გაწევას. რეაგირების სისტემის იდეალური ორგანიზების შემთხვევაშიც კი სიჩქარეს აქვს ზღვარი. შემდეგ კი ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, ტერიტორიის ხელმისაწვდომობა. დანგრეული გზები, ნანგრევები, დატბორვები, ექსტრემალური ამინდი, ყოველივე ამას შეუძლია სრულად მოახდინოს დაზარალებული რაიონის იზოლაცია. არსებითად პირველი, ვისაც შეუძლია ექსტრემალურ სიტუაციაში დაგვეხმაროს, არის მეზობელი. რაც ხშირად გვესმის ახალი ამბებიდან, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ეხმარებიან თოვლის გაწმენდაში, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების დაშლაში, ხოლო აღჭურვილობის არარსებობისას შიშველი ხელებით თხრიან მეწყერს და აკეთებენ ბევრ სხვა რამეს. მაგრამ სანამ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით მზად დავეხმაროთ ჩვენს მეზობელს, არ უნდა ველოდოთ მისგან დახმარება. ის ჩვენნაირია და იმავე პირობებში ცხოვრობს. აუცილებელია თავად ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის და გვახსოვდეს პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებისა და იმავე მეზობლების წინაშე. მნიშვნელოვანია გქონდეს რეაგირების სცენარები, რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანებმა შესაძლოა დეზორიენტაცია განიცადონ და სხვებიც დააბნიონ. უნდა გვესმოდეს, როგორც ჩვენ ვუყურებთ სხვებს, ზუსტად ისევე სხვებიც გვიყურებენ ჩვენ.
დაფიქრდით, იცით თუ არა როგორ მოიქცეთ წყალდიდობის, ტორნადოს თუ მიწისძვრის დროს. ასეთი სცენარები წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული იმ კატაკლიზმებისთვისაც კი, რომლებიც ადრე თქვენს რეგიონში არასდროს მომხდარა, რადგან ახლა ისინი აფართოებენ თავიანთ გეოგრაფიას და ყველაზე მოულოდნელ ადგილებში წარმოიქმნებიან. ამიტომ მეზობლის დახმარების მზადყოფნა, პასუხისმგებლობა და მოქმედებების გააზრებული სცენარები არის ის, რასაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.